მზია ამაღლობელის ამბავი რაღაცნაირად გახდა ჩვენი რეალობის აღწერილობა, სადავართ ჩვენ, როგორც ხალხი, როგორც კულტურა, როგორც საზოგადოება. და გადაჭარბების გარშე შეიძლება ითქვა, რომ ქალბატონი მზია გახდა ჩვენი საზოგადოების სინდისი. მიდგომა, რომელსაც იჩენს ამჟამინდელი სასამართლო სისტემა მის მიმართ, არის უსაზღვროდ გადაჭარბებული, სასტიკი, ულმობელი. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, მე-14 საუკუნის დამდეგს გაჩნდა ასეთი იდეა ცნობილ მუსლიმ სწავლულებს შორის, რომელსაც ერქვა ასაბია, იბნ-ხალდუნი იყო ამ იდეის ერთ-ერთი გამავრცელებელი, რომელიც სწავლობდა ისტორიას, პირველი სოციოლოგი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანი იყო. და ასეთი აღმოჩენა გააკეთა, რომ საზოგადოების სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ემპათიურია ის ადამიანის მიმართ. საზოგადოება ყალიბდება და ძლიერდება მაშინ, როდესაც ემპათია ძლიერდება და სუსტდება და ინგრევა, როდესაც ემპათია კლებულობს. დღეს რაღაცნაირად ჩვენ ამ ზღვარზე ვართ და თითქოს ჩანს, რომ მზიას ამბავმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენ საიდკენ უნდა წავიდეთ, საიდ არის ჩვენი განვითარების ვექტორი. თანაგზნობისაკენ, მობიერებისაკენ, თუ სისასტიკისაკენ. თუ სასწორი გადაიხრება თანალმობისაკენ და მოწყალებისაკენ, ჩვენ საზოგადოებას აქვს მომავალი. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი. თუ კი შედეგი ამ სასამართლოსი იქნება ულმობელი, ეს იქნება ტრაგიკული ნიშანი იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებას სერიოზული საფრთხები აქვს, საფრთხები მოელის. მე რა თქმა უნდა მინდა დავიჯერო და მიმართო იმ ხალხს, ვის ხელშიც არის, ვისაც ხელწიფება გადაწყვიტოს ბედი, არა მარტო მზია ამაღლობელისა, ქალბატონისა, რომელიც ახლა ციხეში არის, არამედ გადაწყვიტოს ბედი ჩვენი სულისკვეთებისა, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს როგორც საზოგადოებას. მე რა თქმა უნდა მინდა დავიჯერო, რომ ის ადამიანები თუ მოსამართლეები, თუ სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვისაც ხელწიფება თამაში მონაწილეობა მიიღონ, გამოიჩენენ სულგზელებას და მობიერებას და დაუბრუნებენ ამ ქალბატონს თავის ოჯახს, თავის სამსახურს, თავის სამშობლოს, ეს იქნება ყველას გამარჯვება. აბსოლუტურად ყველას გამარჯვება. ოჯახსაც და სამშობლოსაც ეს ქალბატონი სჭირდება, მზია ამაღლობელი სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი. ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ჩვენი სამშობლო იყოს ჯანმრთელი და თავისუფალი, მიდრეკილენ მობიერებისაკენ, სოლიდარობისაკენ და არაუგულობისაკენ და სისასტიკისაკენ.